იოსებ გრიშაშვილი ერთ წინადადებაში, მაგრამ მაინც ძალიან დრამატულად და სწორად აღწერს რა მოხდა აჯანყების შემდეგ, ყველაფერი დამთავრდა. ეს ხო ბოლო დიდი ესეთი ამბავია იმ საუკუნეში და რაყიფნი დიდი კაცნიო გრიგოლ ორბელიანის ტერმინია და დამარცხდნენ რაყიფნი დიდი კაცნიო წავიდა ისევ მანანას სალონიო ხახვის ფლირტები ლექსებიო ღვინოები და აგარაკები წავიდა ეს რა თქმა უნდა დაბრუნდა მერე თბილისში ცხოვრება ხო გაგრძელდა მერე ნიკოლოზ პირველი ჩამოვიდა მაგრამ ეს დიდად არ დაუეს კი იყო ყველგან მაგრამ წინანდალი არ დაუფასებია, თუმცა იმპერატორებს ჩვეოდათ მერე და მერე ის რა აღარ იყო. მერე იწყება ვარანცოვის დღე. ხე ეს წლებია და სულ მეურნეობის წლებია. ვარანცოვის დროს წესით ამას ფრთები უნდა გაეშალა ალექსანდრე ჭავჭავაძეს და ეგრეც იყო ალბათ. ვარანცოვი წელიწად ნახევრის დანიშნული იყო ცოტა მეტის რომ ალექსანდრე გარდაიცვალა, არავინ მოელოდა ამას. კი იყო 60 წლის კაცი, კარგად ჩაცმული და ისა და ვარანცოვთან მიდიოდა. პირველი საათი იყო დღისა. მაშინო გრიშაშვილი ამბობს, აფიცრობა და თავადობა უფრო ცხენზე იყო, არ დადიოდნენ. დროშკები იყო, თბილისში დროშკა მოუხერხებელი რამეა, ვიცით. აი მედროგე პავლეროვა, ეგ დროშკა და არ არის გარეგნულად ლამაზი. კარეტები ცოტა იყო, ალექსანდრეს კარეტა გექნებოდა, მაგრამ გამოაგორებდნენ, ეს არ იყო რომ ყოველ დღე გევლოდა. ერთ ადგილიანი ქონდა. ეს ცნობილი ეტლია მე ლანდოს ვარიაცია. ერთ ადგილიანი და ჩაიცო რა თქმა უნდა სამხედროდ და ეს კოჭებამდე ფარაჯარაც არის გენერლის და წითლად გადახსნილი აქეთ იქით. თავდაღმართში რო წამოვიდნენ თავისი სახელობის ქუჩიდან იმას ჩამოცდენელიც არ იყო ქალი გამოვიდა და ვარცლიდან ტაშტი და ვარცლიდან საპნიანი წყალი გადმოასხა ქუჩაზე ნაბანი წყალი ეგრე ვთქვა რაც იმ დროის ქალაქების ჩვეულებრივი ამბავი ახლა მაგრამ მაინდა-მაინც ესეთ ადგილებში არ ხდება საცა დიდი კნიაზობა ცხოვრობს ისე ეგრეა ლონდონშიც და პეტერბურგშიც და ბერლინშიც და ყველგან ანალიზაცია იწყება ეგ დრო არა ეს ჩვეულებრივი ამბავი კარგი ყარაბაღული ცხენიებაო ეტლში ერთი ცხენი და დაბრთხაო ყარაბაღის ცხენი ხო განხმულია და კუჩერმა დაუძახა კნიაზ მე ამას ვეღარ ვაჩერებ თავს უშველეო ნუ წესთუნა გადახდეს ნუ ამ თავდაღა ეს ძნელია უფრო მაგრამ ამან დაუწყო მოხმარე ანუ აღვირზე და პატარა ეტლი რო იყო გახსნილი ფარაჯის კი ჩაიტრია და გადააგდო და დაარტყა თავი და დაარტყა იქვე შეიყვანეს სახლში იქიდან სანამ ცოცხალი აღარ მოგონზეც არ მოსულა იმავე ღამის გარდაიცვალა დიდი ის იყო მოულოდნელობა შოკი მოვიდა ვარანცოვი თავის პოლონელთან ერთად ადგნენ თავზე აბა ყველაფერი როგორც საჭირო მაგრამ თვალი აღარ გაუხენო დამთავრებული ამბავი თბილისის ბულიჟნიკებიო მაშინ იტყოდნენ კვაფენილებს ეგეც ახალი დაწყებული იყო ახალუბანში იყო თორე სად იყო ძველ თბილისში რა კვაფენილი ის კვაფენილი ამ ქვებს დაკრათა მაშინ ხო ყველაფერი ეგრე ხიფათად იტულებოდა მე როგორც მატარებელი ხალხ ცოცხალი თავით აზრდებოდა მაინც ისე ურემი და ისე кайხანი ეშინოდა ეს ბულიჟნიკებიც არ მოწონდა ცხენისთვის ცუდია ეს თბილისის ხოიცით როგორც არის ერთი ორგან დარჩენილია ხა წვეტიან ერთ რთულია რა ცხენისთვის და ბორბლისთვის ხო საერთოდ მაგრამ ვითომ ამ აღორჩოღრობებს ესე გარდაიცვალა ნეკროლოგები არსებობს პლატონ იოსელიანის და დიმიტრი ყიფიანის იქიდან მოაქვს გრიშაშვილის ნაწყვეტებიც და ერთ მემღვინე საერთოდ სრულად მოვა გრიშაშვილის ხო ესეთი თითქოს კავკაზმა იმიტყო დაიწყო გამოსვლა რომ მისი ნეკროლოგი დაებეჭდა მაგრამ ახალი ის იყო გაზეთი ხო ესა წერია რომ სახელმწიფომ დახკარგა ერთგული მოხელე ოჯახმა მზრუნველი მამა და თბილისმა გამორჩეული მოქალაქი გაწერია პოეტი ასა დაწერია ეს პოეტობა ითვლებოდა ესა შაირობათ ალბათ აჯერი კიდევ მაშინ აქვია რომ სახში ერთობიან მღერიან ესა და წამოასვენეს
ამბობდა კახელი ვარ და ეგრეც ექნებოდა დაბარებული, ეგრე ქონდა. ზუსტად ისე გააკეთეს როგორც დაბარებული ქონდა ფსალმუნიდან აქ. ამოტვიფრული რამდენიმე სიტყვა შენდობის და ეგ დედამისს თვითონ დაუწერა ეპიტაფია ძალიან შთამბეჭდავი ახლა პირად ვერ ვამბობ ეს ძველი ქართული სიმეთ ეკლებიდან ყვავილების ლოდინის იმ ქვეყნა და ესეთი იყო და აქ მოასვენეს და იმის მერე კი მაგოჯახი ახალშუამთაში იგრძალება მერე სხვების და სხვების თინათინ გურიელი იყო ლევან კახთა მეფისა, ლევონი მეფის ცოლი და პირველივე წლებიდან ეს შეურიგებელი გამოვიდა, წყვილი შეურიგებელი, იმიტომ რომ ეს იყო ასე თქვა, შაუკავებელი, ურცანი და არაფრით ამ ქალმა არ აიტანა ეს და ამაზე თორე ჩვენ ვიცით მეფეები და დედოფლები და საერთოდ წესი იყო ეგ. მაგრამ რა ყოფილიყო ახლა რომ ესო ისეთი გოგო იყო როგორც ჩანს იქ მამია გურიელის შვილი იყო და ესენი კახელებს მიეხმანენ რაღაცა ომში და პოლიტიკური ალიანსის ის იყო რა დააქორწინეს და სიზმარი ენახაო კალიშვილობაში გოგოობაში მთლად იმიტომ რომ პატარა იყო ახლა რომ გამოაყენე აუცილებლად მირონწყებულს გაუყვებიო და ამ სიზმარში როგორღაც ჩანდა შინდის ხე აყვავებული ეხლა როგორი ქვეყანა იყო ხვდებით რა ეს აკეთიკით შენ გოგოს რო შინდი დაესიზმება ესე იგი ვაუ და რა განემოდა რომ მოყავდათ კახეთში შუამთასთან დაინახა იქ გაჩერდნენ რა თქმა უნდა სამ და დაინახა აყვავებული შინდის ხე და თქვა რომ ეგ არის ჩემი სიზმარი ეს ვახუშტის უწერია უფრო კარგად ვიდრე მე უყვები მე ოჯახი არ გამოდგა ისეთი ახლა რომ თლათ ამ სიზმარს არ წაყვა ეს ამბავი და ბედნიერებას, მაგრამ შინდის ხეც დარჩა და მონასტერიც დარჩა და განქორწინდნენ. ისიც დათანხმდა, იმას ჯავრი არ ხმა, მე მეორე ცოლი. მე ხო იცით ეს კახვა ალექსანდრე კახთა მეფე იმის ძმები, შვილები, უბედური ოჯახი ეს სინამდვილე. ხო და ეს აიკრიფა და წამოვიდა ახლა და მთელი სიცოცხლე აქ გაატარა და ეს დედათა მონასტრის ამბები და ყველაფერი და ახალი შუამთა დაიწყო მაგან ნაშება და მაგან გადაასწრო თუ არა ვცდებით 17-18 წელს თავის ქმარს სიცოცხლეში. იქ არ დამარხოთო, იქითკენ იშორდა ხელს ალავერდისკენ. იმის გვერდზე არასდროს არ დამარხოთო. აი აქ უნდა დავიმარხო მე. რაც თვითონან და რაც ეჯერა მთელი ცხოვრება, რომ კარგი რაც ნახა ღვიძლში თუ ძილში ეს ნახა და ესეთი ქალი იყო და იქავე დაკრძალეს და ამიტომ იქ არავის არ კრძალავდნენ ესეთიდან, მაგრამ ეხლა ამათი გავლენა ხო ვიცი და იქ არსევანობა ამბავი ესა თორე წირანდალში ქონოდათ აქ დიდი ოჯახები იყო ჭავჭავაძეების ბევრი და იქ აქვე კრძალავდნენ რა მე თვითონაც აქ წამოასვენეს მე დავითი აქ წამო ნუ აი ეს გაგრძელდა რაღაც დრომდე რა რომ მაინც აი ეს ჩანს მაგაში გარსევანიდან მოდგმის რომ მაინც არაფრის დაკარგვას მოგროვება აქეთიკიდან შემოჩენება მაგრამ ხა დავითის გენერალი იყო სამხედრო კაიკაცი იყო გიჟდებოდა ყველა საქართველოში მაგრამ როგორც ჩანს ამ გაქანების არ იყო ალექსანდრეს რო ახასიათებენ ასეთი იყო ისეთი იყო ეს მაგი იყო მოახერხებდა რამე ეს მაქიდან დავითს არც ერთი არ ჰქონდა ეს ძალიან ცდილობდა ხოლმე ქონა დიდი პერიოდი, მაგრამ უჭირდა, უკვე სხვა დრო იყო. საინტერესო რა იქნებოდა ისიც რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის პატოყმობის გაუქმებამდე ეცოს. აი საინტერესო იქნებოდა ეგრეებს დაატრიალებდა და რასიზამდა უკვე. შედარებით თავისუფალ გარემოში რა. ეს ცოტა მაგ მხრივ ცოტა ადრე დაბადებული კაცი იყო, იმიტომ რომ გასაკანი ჰქონდა და აკითხი კაცი იყო, კი არსადოს უნივერსიტეტები მაგასა და დოდაშვილმა დაამთავრა საწყალმა და ეგეთებს ყოდი პირდაპირ კლავენ და პირდაპირ გაუბედურდეს ხო და
იცნობოდა და კაპრისტებს მე რა შეკაცო ბაჟესკი корпуსი იყო მაგის განათლება სახლში დედამისი და ფრანგულის მასწავლებელი და ბიძამისი ეს იყო ეს კაცი როგორც ჩანს გამოირჩეოდა ამ წერა კითხვით ახლა საცა იმას უთხრობ ბევრს კითხულობ მე ფრანგულად ესე იგი მართლა კითხულობდა ხო და ძალიან თავდაჭერილი კაცი იყო ამას კი არა ჩვენ არანაირ დისპუტებში და პრაქტიკული კაცი იყო ბევრად არა სულ თავს დაიჭე ყოველთვის იცოდა რა ეპასუხა ყოველთვის უფროსი უმცროსი საშიში იოლი აი მაშ დაძრებოდა სულ ესე გამოსდიოდა კარგად ეგ რომ მოკვდა ეკატერინა იყო ფეხმძიმედ და იქ მიმოწერა ვიღაცებს ანუ ეს კიდე მეორდება ნინოს ხო თავის ქმარზე ესა და ეხლა უკვე დადიანების ძალი და ვაიმეო კაცინკას კიდე მუცელარ მოიშო ეს რამხელა უბედურებაში ვართ და ესა სრული ის იყო რა ქვია ანუ აღარ იცოდნენ მე რა იქნათ ეს კაცი რა ხეს ოჯახი კი იყო და გაწვდა და რა გადაწვდა რა ყველა რასაც შეიძლებოდა ერთი ჩვეულებრივი თავადიშვილის ოჯახი გადაწვდა ყველაფერს გადაწვდა ეს ოჯახი 50-ზე და პოლიტიკასაც ნუ კარგად ცუდად ასე პოლიტიკა ქონება ეკონომიკა რა ვიცი პოეზია შემოქმედება სიტყვა პასუხი პიანინოების დრევა ეს ყველაფერი ის აქვს გრიშაშვილს ეს უყვარს როგორც პოეტიც, იმიტომ რომ თვითონ პოეტია და საერთოდ არ არის ესეთი ავი პოეტი არ არის. ძირთად უყვარს პოეტები და უყვარს მაგაზე წერა და მე მაგაში დიდად ვეს, მაგრამ გარჩეული აქვს, საიდან რა აქვს მაგას და რა თქმა უნდა მიყავს ამ 18 საუკუნის ქართული პოეზიისკენ. აი მუხამბაზეც თქვი რომ მუხამბაზიო საერთნოა ბესიკიო და ამან იცის ყველაფერი მაგათი აი ბესიკსაც გავსო აი ამ ტრფიალის და იმ ეს გრიშაშვილი მე თვითონ იყო ამ ეროტიკული მის სწრაფების პოეტი ამაზე გიჟ ნაპოვნი აქვს იქ რა ქვია ფრაზები დიდებულნი მუხლნი შენი აბალიშდნენ თავსა ჩემსა ესეთი და იქ რაღაც უკიდეგანო ბროლის ტერიტორიებზე ლაპარაკი და ლალისფერ რაღაც ნისკარტებზე ეს აქვს წიგში რა ქვია ხო და ეს მოწონს თქვენო იძახითო აიო ვიღაცამ დაწერაო რომ ბარათაშვილს რო უყვარსო ესო ფილოსოფიური და საქვეყნო სიყვარულია ბარათაშვილის სიყვარულში ტრაგედია ამასთან არაფერი არა პირად სიყვარული ან გაუმართლებს ან არა ანუ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის აი რეცენზენტებს აკრიტიკა არ უყურებდნენო და საერთოდ დასწინოდნენო და ზემოდან უყურებდნენო ეგ რა პოეტიაო და ეგ არის ძალიან მოკლედ ამოსულ ძალიან ტექნიკური პოეტიაო და ვიძახის რომ გამბედა ვიცი იმიტომ რომ აი ეს მოწონს ეს სიყვარული და არა მარტო სიყვარული რაც ამ კაცს მაგრამ ისეთი კაცი იყო მაგ ხეცო სულ არის ყველა ვიცით გრიგოლ ორბელიანი მაგრამ ის მარტო ხელა კაცი იყო აი ეს გზნობიარე წერილები ქონა იმან რომ გამამხედა იმას მიწერ მე რომ გავხედე ისა ხო ასობით წერილია ამაზე წინაზეც ვამბობდი ამ ნინო ჭავჭავაძესთანაც კი მის დასთან ესა ის სხვათა შორის აი გრიშაშვილი ძველი კაცი ძველი ცნობია ალექსანდრე ვინ მითხრა ხო სარაჯიშვილმა მითხრა ალექსანდრე სარაჯიშვილი ჩემთვის ნინო ჭავჭავაძეს აქ ნათქვა იმას ეკატერინა ჭავჭავაძეს აქ ნათქვამი რომ ჩემდაზე უფრო გრიბოედოს მე მოვწონდიო ეს მე ხო ასაკში რაღაცა ეს ისინი არის ესეც აქვს გრიშაშვილს ესეთი რაღაც პატარ-პატარა ამბები რაღა დროს მოწონე იმ კაცის ძვალი აღარ დაგორავს ეს კალი აქეთ ჩამოხმავდა მაინც მე მოვწონდი უფრო ის ხა დედოფლად ითვლებოდა ასე თქვი ისე თქვი აი ესე ხედავს ამაში რომ სატრფიალო რომანტიკოს მაგრამ ესო არის ცნობილიო რომ მის დროშიო მის ლექსიო არავის არ წაუკითხავს და არ უთქვამს სადმეო დაირა თარი და ასე სიმღერით ამიტომ ეგო იმიტომ იმას შეგუდა ძალიან აღმოსავლურ რაღაცებს ხშირად წერდაო ძალიან მუხამბაზები აქვს ეს მუხამბაზებს აწვება და მაჯამაში მაგარია წეს მოყავს ეს მაგალითები ადარებს ბესი ნუ თავის ის აქვს რა ქვია შეხედულები მაგრამ ნუ არ ამბობს რომ გონით ეს არ არის ბარათა არ უპირისპირებს ხვდით არც ბარათაშვილს და არც ახლა ალექსანდრეს რა თქმა უნდა არ აქვს ესეთი ლექსი რომ თამარ მეფის მიხარეს იმზერს ეს არ აქვს მაგრამ
აქვს სრული უბევი, ისაც გსურთ ჩემთან ამბავთ. პირადია ყველაფერი მაგისო და ამას უწუნე საზოგადო არ არის. მაშინ აღარ იყო ეს მოდაში, რომ აი ესეთი პირადი, იქ სიყვარული, იქ ოხრა, იქ გამოუვალობა, ეგენი არაფერი არ უნდათ არაფერი. და ეხლა ამ კაცის ცხოვრება აქეთ არის და არ ჩანს ამ ცხოვრებაში ის რაც იქ წერია, ხო იმ ლექსებში არის სულ რაღაცა. ასე იყო, ისე იყო ძალიან აქებს გრიშაშვილი, აქებს. და უყვარს როგორც ჩანს. მე უცბად კი ამთავრებს ციგს, იმიტომ რომ ეს არ არის ესეთი ციგნი, როგორც ვითხრათ გამოკვლევა და ეს არის რაღაცები შეაგროვა კაცმა, შეაგროვა, აინტერესებდა. რამდენიც შეაგროვა და შეძლო რა ფორმითაც შეძლო იმ ფორმით დაწერა. ეხლა ერთი გვერდის თავში წერია, რომ რეაქციონერ თავადების ეს არის რა ქვია, თავის დასაწყისში. შეთქმულება და თავის ბოლოში წერია ეს ამბავი ტრაგიკულად დამთავრდა და აი ეს არის რა ქვია, საბჭოთა იმ დროის წერის ამბავი ხო. ესეთი ალექსანდრე კიდე დარჩა ამ შუამთაში და სალომეცა და ყველაფერი გაქრა იმ ხრივ რომ ეგეთი გარემო მე აღარ იყო ხოლმე საკა. საერთოდ მაგ თაობას და ეს არის პირველი ქართველი აი ნიკო ბერძენიშვილის ის არის ჩვენო გვეგონაო რომ დამხმარებად ყავდითო ჩვენი ქვეყნის მართვაში რუსებსო და ეს უხანოდათ ამ გენერლებს და იმათ რომ შენი ქვეყნის მოხერხებულად უწევია ძალიან იმ დროის შესაბამისად ხო და ეს კაცი ამის საუკეთესო წარმომადგენელი იყო მაგრამ გამოიყენა ძალიან კარგად გამოიყენა ეს ყველაფერი და გამოიყენა თავისი ნათელ მირონობას ის მთელი ცხოვრება ადგებოდა ეს რომ ისოდენ რომ ეს გას ჩვენი ოჯახის წევრი ასლაპარაკო მაინც ესე გამოდიოდა, აბა რატო იყო ელიზბარერის თავი 8 წელიწად იქ და ეს რატო იყო 3 თვე? ეს ხო ვერავინ ვერ გაიგო, ვითომ ის უფრო მძიმე იყო. სარდალს ამას ეძახდნენ. უცნაური ამბავი, იმიტომ რომ აი ეგეთი ახერხებდა, ეგეთი კაცი იყო. კაია ეგეთი კაცი, ცუდი არანაირად, მაგრამ რაღაცით აი ძველი საქართველოს აი პოლიტიკოსით ისინი იყვნენ, თავადები იცოდნენ ეს რაღაცით აი ძველი საქართველოს ტიპებსაც მოგვაგონებს ეგ. ხო აი ეს ევროპული და ის არის, მაგრამ რასაც ეგ აკეთებს, ხო, როგორც მოქმედებს ცხოვრებაში და პოლიტიკა, ის არ არის ევროპის ტაიპი. ის არის დიდი ძველი გამარაც მამამის ჰქონდა, ბაბუამის ჰქონდა. ამის იყო და შეძლო ესა და კი დატოვა. მერე მაგის სახლი შამილმა გადაწვა. შამილმა რა გამოგზავნა. ეგეც ნათქვამი გვაქვს. მე იმ სახლის ადგილზე დავითმა ესე დაადაწვა ნუ კედლები ხო იყო და მე დავითი რომ მოკვდა ეს სახლი კიდე გადააკეთეს იმიტომ რომ უკვე უფლისწულ რომანოვების იყო ეს ოზერო იყო არქიტექტური რომ გაითვალისწინა მთელი რაც ქართულ ჩუქურთმო ესეთი მაგრამ ისთან საინტერესო იქნებოდა ეს ალექსანდრეს სახლი პირველი საინტერესო კიდე აი შამილის დროს თვითონ ყოფილი ეგეც საინტერესოა. ეგ მონაწილეობდა იმის მიუხედავად რომ იმაში იყო აი ეს შამილის ამბები რომ ატყდა უკვე 29-31 წლებში მანდაც მონაწილეობდა რაღაც ექსპედიცია. ნუ ევალებოდა ახლა სამხედრო. როცა დაგიწახებენ ეგარი. ასე იყო და ასე იცხოვრა როგორც გითხარით იგივე ვარ მარადა. მაინც საინტერესო ადამიანია რა როგორ უნდა იცხოვრო ეგეთ გარემოში, მაგ მხრივ ახლა. შეურიგებელი არ ყოფილა და არაფერი. პირიქით. შეერიგებულიც იყო და გადარიგებულიც, მაგრამ როგორც კი საშუალო აი მუდმივი ქართული იმ წუთში გვერდზე გახედვა, რომ უნდათ სარდლად, მაგრამ არ გამოვიდა. ჩვენ საბჭოთა კავშირში გვასწავლდნენ სკოლაში. ალექსანდრე ჯავჯავაძე 3 თუ 4 ლექს არ კარგად ედი ძნელად საზევე ხო გეჯავრება მერვე კლასში. გაუნა გოგჩად ვავრცელი და საერთოდ ახლა სტრიკონებსაც ვამბობ უმეტესი მაგ სკოლის ვინდან თუ გახსოვს ერთი ხო და პირველ სწავლობდი მაგას ანუ რომ დაიწყებოდა მე-19 საუკუნე იწყებოდა ამით ალექსანდრე ჯავჯავაძე და რა ну მე ბარათაშვილი რა თქვა უფრო ცლად იყო და მედი ქართლის საიმეთ რატო იყო ეს კაც პროგრამაში მე არ ვიცი
ალბათ როგორც პირველი რომანტიკოსი ესეთი და იქ ხო იყო რაღაც ნიხრები თუ რაღაცეები თქვენ მე-19 საუკუნეში სამი ჩვენს აიმად პუშკინი ლერმონტოვის იმ ეპოქის ჩვენ აი ყველას თავთავისი უნდა ეპოვნა ხა იყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები თავთავისი მანდ არ ყავდათ ხო რაღაც ობიექტური მიზეზების გამო სხვანაირი იყო ეს პოეზია სულ არ იყო იქ არც რომანტიზმი და არც ევროპასთან კავშირი და არც ისე აი ესე ისწავლებოდა მეორე ცნობილი იყო აქ სულ იყო საექსკურსიო ადგილი სხვადასხვა წიადაში მიხედავთ საერთო ის მეურნეობა იყო რა მეღვინეობის და იმის არა ეს მუზეუმი მაინც იყო და ეს იყო რატომ აი ნინოს და გრიბოედოვის გამო ეს იყო ერთ-ერთი ღერძული ისტორია რომელსაც ესე იგი უკვე გაკეთილებულ ცოტა საბჭოთა კავშირში ეს ხალხთა მეგობრობის ერთ-ერთ ნიმუშად წარმოდგებოდა და ეს შერეული ქორწინება რაც სხვათა შორის ვარანცოვი რო ამბობდა და დაიწყო ეს ალექსანდრე პირველმა დაიწყო აი ეს აი გარი მიხდით ესე გამოიყენებოდა და მე თვითონ ნინოს ბედი ახლა ნინო რო 2 წელიწადში რომელიმე დიმიტრი ორბელიანს გაყოლოდა ეს ისტორია ხო ესეთი არ იქნებოდა და ხო შეიძლებოდა რომ გაყოლოდა იმიტომ რომ ამაზე რიგი იდგა და იყო ტირილი და მოთხმა და ეს ქალი არ შვებოდა ნუ არა ქალი რა გოგო იყო რაც არ უნდა ეძახო რომ ქალი იყო და 17 წლის და 16 წლის იყო ქრივი და არ ქნა ამ ქალმა და აი ეს ამ ოჯახის ისიც ეს არის ამ კაცმა არ დააძალა ამას ეს თორე ნებისმიერი თავადიშვილი მამა ეგეთ იმას ხელიდან არ გაუშვებდა კაც მოყრობას როგორ ასლა იქ იცვლება მთელი ამბები აი ეს არის რომ ამბობენ ევროპა ის აი ესეთი კაცი იყო არ გააკეთა ეს არაფრით არ გააკეთა პირველად ხო გააკეთა რაღაცა მეორედ აღარ ქნა რომ როგორ სურდოდა ქრის ისე ქნა მაგრამ ეს ისტორია იყო ძალიან გამოყენება ხა ჩვენთან რომანები იყო ამაზე ეს ამბავი იყო ნამდვილად და ეს დიდხანს მუშაობდა რაღაცა ეს ძეგლი იყო რაღაც ორი ბეჭედი იყო გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე ესიდან რამოდები ორი ბეჭედი იყო ესეთი გადამული ჟეშტის და ოქროსფრად შეღებილი და ეს იყო ნინო ჭავჭავაძე და გრიბოედოვი სმა გზის განფორმება მე ესენი ყველაფერი გაქრა და აიღეს მალევე დაიწყო იმ 60 წელიწადში დაიწყო თუ დაიწყო ხო და მე გაქრა ამის სახელიც მაგრამ მაინც ხო რაღაცა საინტერესოა რა კაცი იყო რა ხო ეცადოთ რომ გამოვიცნოთ